ჩინეთის საინვესტიციო ჯგუფის წარმომადგენლები ბათუმის იუსტიციის სახლს ესტუმრნენ. დელეგაცია იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ მიიღო. მან სტუმრებს იუსტიციის სახლი დაათვალიერებინა და სახელმწიფო მომსახურების სფეროში ქვეყანაში გატარებული რეფორმები გააცნო. ჩინეთის დელეგაციის წევრებმა მომსახურების სივრცეები დაათვალიერეს და იუსტიციის სახლის ახალ კონცეფციას გაეცნენ. სტუმრები დაინტერესდნენ საქართველოში ბიზნესის რეგისტრაციის მექანიზმებით. ჩინეთის დელეგაცია საქართველოში 25 ივნისიდან იმყოფება. ვიზიტის მიზანი ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს შესწავლა და შემდგომი ინვესტიციების განხორციელებისთვის ხელშეწყობაა. დელეგაციის წევრებმა უკვე გამართეს შეხვედრები საქართველოს მთავრობის, ეროვნული ბანკისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან. დელეგაციის წევრებს შორის არიან ჩინეთის სტრატეგიისა და მენეჯმენტის ინსტიტუტის წარმომადგენლები და ეკონომიკური განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელები. ჩინეთის დელეგაცია საქართველოს სხვა რეგიონებსაც ეწვევა და ქვეყანას 2 ივლის დატოვებს. მოხარულები ვართ ამ სტუმართ მოყვარე ხალხთან შეხვედრით. ჩვენი დელეგაცია, რომელიც შედგება ინვესტორებისგან, მკვლევარებისგან და მთავრობის წარმომადგენლებისგან, არის შთაბეჭდილებების ქვეშ იმით, რაც აქ ნახეს. ჩვენ ვიცით რა ხდებოდა 20 წლის წინ აქ და რა ხდება ახლა. ეს არის საოცრად სწრაფი და ეფექტური შედეგი თქვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. ჩვენ ეს გზა უკვე გავიარეთ და ვიცით, რომ ყველაფერი ძალიან კარგია. აქ დელეგატებთან ერთად ბევრი ჩინელი ინვესტორი იმყოფება, რომლებმაც ნახეს დასავლეთ საქართველოს რამდენიმე საოცარი საინვესტიციო ადგილი. ჩვენ მართლაც მოხიბლული ვართ, რაც ვნახეთ. მშენებლობები, ინფრასტრუქტურული განვითარება და რეგიონის ტურისტული პოტენციალი. მათი მიზანია, რომ საქართველოში საკმაოდ დიდი ინვესტიციები განახორციელონ, შესაბამისად მაქსიმალურად ვაჩვენებთ თუ როგორ არის საქართველოში ეკონომიკურად პროცესები აწყობილი, რა ხდება, როგორ ვემსახურებით მოქალაქეებს, როგორ შეიძლება მარტივად ბიზნესი დაიწყო და რაც თავარია, საუბრობ სწორედ იმაზე და რაც ყველაზე მეტად მოიხიბლა ეს ხალხი არის ის, რომ ძალიან ბევრი მშენებლობა მიდის საქართველოში.